აქვს საღამოს 8 საათზე როგორც თქვი, ეხლა არის 3 საათი. იმედოვნებ, რომ 8 საათამდე დავიტვირთები და დრო მექნება, რომ წამოვიდე უკან. Поверните налево. ანუ ჩვენს გზაზე გავიგებთ უკვე დრო დაგჭირდება რომ მივიდეთ. მაგრამ ნუ საცობები და რაღაცები ხა არაფერი არ არის მიმართულებით რა მიმართულებითაც Через ჩვენ 600 метров поверните налево. რამპაზე ყოფნისასაც პაუზა მოვიდა. ასე თქვა 45 წუთი გამოგვივიდა პაუზა და თავისუფლად ახალი დროით მივდივართ უკვე დასადვირთად. გადასახლებთან მივედით 7 წუთის გზა მაქვს დარჩენილი უკვე დატვირთვის წერტილამდე 5:30-ია და მზე თითქმის გადავიდა უკვე. თებერვლის თვე არის, მაგრამ მაინც ისე საამაყოთ არ არის მომატებული. დღე როგორც უნდა იყოს. წესით ნუ ალბათ ერთ თვეში მაქსიმუმ თვეში ამ დროს კიდევ კარგი დიდი იქნება. After 800 meters, take the exit 112 AB, I2JEB A2JEB 1311, Smrenska. Then, take the exit. ნახოთ როგორ დაგტვირთავენ და რა დრო დაგჭირდება დასატვირთად. Take the exit 112 AB, then take the exit. ერთადერთხელი იყო, უბრალოდ ერთადერთხელი იყო, როდესაც აქ მოვედი, დავრეგისტრირდი. მაშინვე შევედი და მაშინვე დაიწყეს ჩემი დატვირთვა. დილა იყო After და 200 meters, take the exit, I2JEB A2JEB take the exit. Держитесь правее. ამიტომ ძალიან მალე Держитесь правее. ბოლოს აქ რომ ვიყავი, იყო რემონტი ამ გზაზე და შევიწროებული იყო მოძრაობა. ჩანს საკმაოდ კარგად გაუკეთებიათ გზის ეს მონაკვეთი. სულ რაღაც კილომეტრი მაქვს დარჩენილი ამ ფირმამდე. წინიდან ძალიან ცუდი არის. თითქმის ვერაფერს ვეღარ ვხედავდი რაღაც მომენტი. Через 200 метров поверните направо. At the end of the road, turn right, I2JEB A2JEB 1311, Smrenska. დღევანდელი Turn right. განმავლობაში. რაც იმას ნიშნავს, რომ Поверните направо. დაახლოებით 6 საათი შემიძლია ვიარო სტანდარტული საჭის დროით და 7 საათამდე დამატებული 1 საათი ექსტრა რაც გვაქვს საჭეზე. და ამ კვირაში არ გამომიყენებია არც ერთი. ნახოთ რა და როგორ დაგვჭირდება, ვეცდები რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ეს ჩემი სამუშაო დღე. იქიდან გამომდინარე გზა რას მოითხოვს ჩვენგან რა და რამდენად იქნება. After 300 meters, turn left, Pavlovska. უკვე Через 200 Трое метров самоцелованные. поверните налево. Потом поверните направо. ну ისეთი ავტობანი უნდა გავიარო მე გერმანიაში რომ Turn გადავალ. left. ასე თუ ისე Поверните მაინც налево. Потом поверните направо. მოიძიებ რაღაცა ადგილს
ავად თუ კარგად და გაჭირვებით, მაგრამ რაღაცა ადგილს მაინც მოიძიებს. Через 200 გააჩერებ. метров поверните направо. Потом Ползайте, поверните налево. მოვედით ამასობაში ჩვენ ეგრეთ წოდებულ კრონოსპანში. სამწუხაროდ სამსახურის ნავიგაცია გვეუბნება, რომ აქ უნდა შევიდეთ და After 200 meters, turn right, არ then შეიძლება bear right. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ Google არის ძალიან კარგი ტექნიკა ამისთვის. Turn right, then bear right. Через 200 метров поверните გატვირთვა და налево. როგორ И ხდება сразу და ეხლა поверните იქიდან налево. გამომდინარე ვიცი რომ მე აქედან უნდა შემოვუარო და შევიდე პარკინგზე ესე მარტივად რომ ვთქვა. სიმართლე რომ გითხრათ საშინლად განან, იმიტომ რომ რა ვიცი. ნუ მოკლედ უკან უნდა გავუჩეროთ ყველა ვარიანტში ჩვენს წინ დგომ მანქანას. At the end of the road, turn right, then at the end of the road, turn right. დაველოდოთ ესე რიქს. ნუ ამასობაში მოსაღამოვდა და ძალიან უცნაურია, მაგრამ ვეროდები დატვირთვის კოდს. ნუ რაღაც არ დაემთხვა, ხდება ხოლმე ესეთი მომენტები და დატვირთვის კოდი არ მაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ აი ეს დრო იწელება რა, აი ყველაზე არასასიამოვნო მომენტია ხოლმე ძირითადად ესე. დაველოდებით ref ნომერს სწორს და უკვე იმედი მაქვს დღეს შევალთ. თუ არა, მაგასაც გავარკვევ რამოდენიმე წამში. ამასობაში კიდევ მოსაღამოვდა, მომცეს პეიჯერი. ხო და მითხრეს რომ უნდა დაველოდო. ნუ რამდენი ხანი არ ვიცი. 12 საათზე მაქვს მენა გახსნილი. შემიძლია ვიმუშაო პირველ საათამდე 13 საათიანი სმენით და 3 საათამდე მაქსიმალური დროის გამოყენებით. ნახოთ რამდენი დრო დამჭირდება, იმიტომ რომ ხვალეც დამჭირდება რომ იმოძრაო და აღარ მინდა რომ მერე ცხრიანი გამოვიყენო. დღეს თუ დამჭირდება ცხრიანი რა თქმა უნდა. აი გარის რომ წინასწარ ვერ გათვლი რა, აი ესეთ დატვირთვებზე და დაცლებზე, სად, როგორ და რანაირად გაჩერდები თუ გადაადგილდები. ჩეხეთში ამ დროისთვის გაჩერება შეუძლებელთან ახლოს არის რა, ეს ვინც აქეთ მოძრაობს ის მიხვდება. ამიტომ ნუ თუ დღეს დავიტვირთე, უნდა გავიდე ჩეხეთიდან ყველა ვარიანტში და გერმანიაში გადავიდე. დანარჩენს უკვე იქით ვნახავთ რა და როგორ იქნება. ღამე უკვე ისეთ დროს. თუ 15 საათიანი დამჭირდა, მოვიძიებ სადმე გასაჩერებელ ადგილს ნამდვილად. ძალიან დიდი ხანია ვდგავარ უკვე. მანქანა უბრალოდ წინ გადმოვწიე და გადმოწევიდან ვდგავარ. მეგონი ჩანს, ხო? 3 საათ ნახევარი. ამას უნდა დავუმატოთ 1 საათი დაახლოებით, რომელიც ვიდექი მანამდე. ნუ კატასტროფა, ჩვეულებრივი. 9 საათი დაიწყო, დატვირთვაზე არ მიძახიან, როგორც ვიცი და მქონია გამოცდილება, რომ შედიხარ, მერე იქ კიდევ ველოდები. უკვე რომ გახსნი და გაამზადებ მისაბმელს. ნუ არ ვიცი, ვერაფერს ვერ შევცვლი, უბრალოდ უნდა დაველოდოთ. 10 საათამდე მუშაობს ფირმა. და იმედი მაქვს, რომ 10-რო 5 დააკლდება, მაინც და მაინც მაშინ არ დამიძახებენ. დანარჩენი ვდგავართ ესეთ პარკინგის მსგავსზე, აქ გაჩერება არ შეიძლება თუ არ გაქვს. აი ესეთი ფურცელი, ამ შემთხვევაში 135 მომცეს მე და ამ ფურცლით და პეიჯერით, რომელიც მანქანაში მიდევს, შეგიძლია რომ მიდგე და დაელოდო შენ რიგს. ხო, ველოდებით. სხვა გზა არ არის, ვნახოთ დღეს დაგტვირთავენ თუ არ დაგტვირთავენ. აი ძალიან უცნაური მომენტი რა და პეიჯერმა თარეკა 7 წუთით ადრე სანამ დაიკეტება ფირმა. წავედით, ნახოთ როგორ დაგტვირთავენ 7 წუთში აი ესეთი რაღაცა მე პირადად არასოდეს არ მქონია პრაქტიკაში. უბრალოდ ვერ ხვდები რა, ნამდვილად რას ემსახურება მსგავსი სიტუაცია. 6 საათზე მეტი პაუზაზე დგახარ. რის მერეც გეძახიან დასატვირთად. აი ესეთი ძალიან მაგარი ფირმა არის ჩეხეთში. სადაც ახლა შევალთ და
დავიტვირთებით. დაახლოებით 1 საათია უკვე ველოდები, რომ დაიწყონ დატვირთვა. დაბმა რომ შევძლო უბრალოდ 1 საათია. ხო, ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის ისევე და 11 საათია უკვე დაახლოებით დრო. რა დავაგვირდეთ. დღისით მეგონა რომ ამდენი ხანი არ დამჭირდებოდა, მაგრამ აი ესეთი რაღაცები ხდება და უბრალოდ ნერვები აღარ ყოფნის რაღაც მომენტში და ისევე საკუთარ თავს და ნერვებს უნდა გაუფრთხილდე და ნუ სხვა გზა არ არის და უნდა დაელოდო რა. ესეთი ვარიანტებიც არის ხოლმე ამ საქმეში სამწუხაროდ. მოკლედ გამოვედით, დავიტვირთეთ. პირველ საკლია 20 წუთი. ზუსტად 2 საათი მაქვს დარჩენილი საერთო სამუშაო დროზე. საჭე მაქვს კიდე უბრალოდ საერთო სამუშაო დრო 15 საათამდე რაც შეიძლება რომ გამოვიყენო. ხოლოდ ეს მაქვს დარჩენილი. ხო. წავიდეთ და მოკლედ სადაც შევძლებ გაჩერებას, პირველივე გაჩერებაზე გავჩერდები, რადგან ჯერ ერთი საკმაოდ დავიღალე, ძალიან ცუდი ტვირთია, დასაბმელათაც, დასამაგრებლათაც და მეორე აი ესეთი გაუთვალისწინებელი ამბავი რო ხდება, რომ Поверните დროულად დასატვირთად და 6 საათი პარკინგზე ელოდები და 1 საათი, საათნახევარი უკვე რომ შეხვალ მერე, ეს არის საშინელება. -10 გრადუსი გვაქვს გარეთ ტემპერატურა და ესე მშრალი ამინდი ძალიან კარგია. წავედით მოკლედ საშუალოდ პრაღამდე ვარაუდობ რომ გავჩერდები, რადგან პრაღაში რომ შევიდე უკვე სანამ პრაღას არ გავალ, მანამდე ვერსად ვერ ნახავ გასაჩერებას, ამიტომ ვეცდები რომ მდე გავჩერდე სადმე. ხო, პარკინგზე რომ შევალ უკვე სავარაუდოდ რამოდენიმე წამით დავუბრუნდებით და ისე მერე უკვე ხვალე გავაგრძელებ გერმანიისკენ სვლას 9 საათიანი პაუზის შემდეგ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ ჩავაყენეთ მანქანა მესამე ან მეოთხე პარკინგზე პირდაპირ იყო ადგილი. ნუ ამ დროს გადიან ხოლმე ალბათ უფრო მაინც და იქიდან გამომდინარე. მოკლედ გავიმართლა თუ რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ გავაჩერეთ. 9 საათიანი პაუზა გვინდა ერთად და 9 საათიანი პაუზის მერე უკვე გავაგრძელებთ მოძრაობას გერმანიის მიმართულებით. წავედი ხა გავისვენო. ეს შემდეგი შემოვუაროთ ჩვენ მანქანას და როგორც თქვი, გავაგრძელებთ ისე გერმანიისკენ მოსვლა ვაქსი მარილშია ახლა ეს. მოკლედ ვარაუდობ რომ უკვე გასარეცხია ჩვენი ჯიგარი, ამიტომ მეგონია რომ ამ ტურის მერე მომიწევს გასარეცხად შეყვანა. გამე საკმაოდ სიცივე იყო, შეფური გამე იყო იმედად. სადაც კონდენსატი იყო ყველგან ისე ვთქვათ ყინული წარმოიქმნა. ნუ სახურავზე არ ვიცი რამდენად იქნება ყინული, მაქსიმუმ თხელი ფენა იყოს. და ეხლა არც ვაპირებ სახურავზე აძრომას. ძალიან მზიანი ამინდი გვაქვს დღესაც. საკმაოდ კარგი. და ვიმედოვნებ რომ ესეთი იქნება სანამ მივალ პარკინგზე გერმანიაში. დაახლოებით 7 საათის გზა მაქვს, ნაკლები ცოტა. და აქედან ალბათ უმეტესობას დავფარავ დღეს. ნორია ყავა გვაქვს. გავსინჯავ ჩეხურ ყავას და დავიძრები და მაგაზე მინდა ვთქვა ერთი კიდევ. Coffee Philos არის ესეთი კომპანია გერმანიაში პარკინგებზე. იმდენად ძლიერი ყავა გქონდათ, ჩემთვის ალბათ არ ვიცი. მე ეგეთი ყავა ჯერ არ დამილევია. ამიტომ ძლიერი ყავის მოყვარულები ვინც ხართ, გერმანიაში Coffee Philos ყავა გასინჯეთ. არინანებთ.
წავედით ახლა გავაგრძელოთ გზა. ნუ პრაღა თითქმის After 600 meters, keep right. პრაღა თითქმის ამოვიარე, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი გზა მაქვს წინ სასიარულო. რაღაც შეფერხებელი ყოველთვის არის და დაახლოებით 19 წუთი დავკარგე დამატებით კიდევ ამ გზაში რა. ასე რომ პრაღის გავლა თუ გიწევს, ვერ გათვლი დროს, ზუსტად უნდა დაამატო რა, საკმაოდ დიდი. Держитесь правее. დიდი მონაკვეთი მოკლედ რა დროის უნდა დაამატო იმისთვის რომ აი გაუთვალისწინებელი საცობი რაღაცა შეფერხება უბრალო უაზრო შეფერხება შეიძლება იყოს გზაზე და ასე შემდეგ. ჯერ კიდევ ამ შემოვლით გზაზე ვარ პრაღის, ჯერ არ გავსულა აქედან და ძალიან მაქსიმალური ყურადღებით უნდა იაროს. Продолжайте ехать по дороге. დამწყებმა და ისეთმა ადამიანმა, ვინც აქ არ შემოსულა აქამდე, მაქსიმალურად უნდა დააკვირდეს ნიშნებს და ყველაფერს რომ სადმე სხვაგან არ გაუხვიოთ, თორემ შეიძლება ითქვას ერთი არასწორი გადახვევა და შეიძლება აღმოჩნდე საჯარიმო სიტუაციაში. კიდევ ერთი მინდა დავამატო ამ წელიწადში 2025-ში ახალ ტახოგრაფებზე განსხვავებული ხელიჩეყვანა არის უკვე დამატებული, ეგრეთ წოდებული რუჩნოი ვვოდი, რომელიც მე მაქვს გადაღებული. ის არის მხოლოდ ძველ ტახოგრაფებზე. ახალ ტახოგრაფზე როგორ კეთდება ხელიჩეყვანა და რუჩნოი ვვოდი, ამას უკვე ცალკე სხვა ვიდეოში გავაკეთებ. უბრალოდ ტექნიკურად რო ავხსნა, რა შეიცვალა. ეგრეთ წოდებული კონვერტის დამატება, რომელ კონვერტსაც ვამატებდით წასვლისთვის და დაბრუნებისთვის, ანუ გავჩერდით პარკინგზე, კონვერტი ნიშნავს სხვა სამუშაოს, რომელიც აუზად გადის, მაგრამ დასვენება არ არის რა, ესე უხეშად რო ვთქვათ. ამ სიმბოლოს დამატება ადრე შეგვეძლო ჩვენ მის გარეშე, ქვეყნის გახსნის გარეშე. მაგრამ ეხლა ყველა სიმბოლოს წინ უნდა გავაკეთოთ ქვეყნის გახსნა, ანუ ქვეყნის დასაწყისი, კონვერტი და ასე შემდეგ. ამას უკვე დეტალურად სხვა ვიდეოში ავხსნი. ეს გავიგე კონტროლის მერე, კონტროლი მქონდა ამ წელიწადში. ამ თვის პირველ დეკადაში, სადაც უჯარიმოდ გამოვძვერი რა იდეაში არც მქონდა არაფერი ისეთი დარღვევა, უბრალოდ ეს იყო განსხვავება, რაც უბრალოდ მიმანიშნა თანამშრომელმა, რომ ესე აღარ კეთდება. ეს იყო და ეს დანარჩენი ყველაფერი სუფთა იყო და ასე რომ გავაგრძელე მაშინ მოძრაობა ჩვეულებრივ. ხო, ამის თქმა მინდოდა და როგორც 1.2 kilometers. გუშინ აღვნიშნე, ჩეხეთში ქვემოთ როცა მოვდიოდი, ეს გზა არის საშინელ მდგომარეობაში, რომელსაც ახლა გავდივართ. მაგრამ რას ვიზავთ? Через 1 километр держитесь правее. რემონტი არ წერია, რასაც უყურებ. 5 საათი და 48 წუთი მაქვს დარჩენილი დანიშნულების წერტილამდე და საათნახევარი უკვე ვიარე. 10 იმას ნიშნავს, რომ მაქსიმუმ 3 საათი შემიძლია ამ საჭის დროში იმოძრაო.
გერმანიაში გადმოვედით და ესე იგი კონტროლი არის ყველა საზღვარზე რომ შემოდიხარ გერმანიაში, რასაც ვაგვირდები. მათ შორის გამონაკლისი არ არის ჩეხეთი გერმანიის საზღვარი და ყველა სატვირთოს მსუბუქ ავტომობილს და ასე შემდეგ გვიწევს გავლა. Ну, ძირითადად მხოლოდ გავლა არის ხოლმე, მაგრამ ესე რენდომად შეიძლება უბრალოდ შეარჩიონ სატვირთო ან მსუბუქი ავტომობილი ან რაიმე სხვა უძრავი ტექნიკა და შეამოწმონ. ეს რაზეა დამოკიდებული, არავინ არ იცის, ეს მხოლოდ თვითონ პოლიციამ იცის, რის მიხედვით უნდა შეგვამოწმოს. ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლის დროს შეიძლება ვთქვი კიდეც ახალი ტახოგრაფი აღიქვავს სადგომები. უბრალოდ არ ცვლის ქვეყანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის დადასტურება მაინც აუცილებელია. ქვეყნიდან ქვეყანაში გადავდივართ, ჩერდებით და ვირჩევთ იმ ქვეყანას, რომელ ქვეყანაშიც ვართ. უბრალოდ გამარტივდა ის პროცედურა, რომ ჩანს, რომელ ქვეყანაში ხარ გადასული და პირდაპირ შეგიძლია, რომ მიუთითო თვითონ ამორჩეული ქვეყანა. რომელსაც თვითონ ავტომატურად ირჩევს რა ასე ვთქვათ. ესეთი საკონტროლო პუნქტი აქვს გაკეთებული თითქმის ყველგან გერმანიის საზღვრის კვეთის დროს. ბევრი რამის პრევენცია შეიძლება ამით, ალბათ, იმიტომ რომ ევროკავშირში ეგრეთ წოდებული საზღვრები არ არსებობს, ხომ? დაახლოებით 4 საათი ვიარე უკვე ჩეხეთიდან რაც დავიძარით. 1 კილომეტრში არის პარკინგი, პატარა პარკინგი არის როგორც უყურე. ცდის შესვლას რომ 45 წუთიანი პაუზა გავაკეთო. დაახლოებით 3 საათნახევრის გზა რჩება მერე სასიარულო და ამ 3 საათნახევრიდან ალბათ 2 საათს მაინც დავფარავ როგორც მინიმუმ. ნუ ესე მაგ გიგმაში დანარჩენი უკვე გზაზე გამოჩნდება რა და როგორ იქნება. ხვალე დილას უკვე მივალ ბოლომდე და დავუცლეთ ვერც. უბრალოდ ეხლა გზაში შევხედოთ სიტუაციას. თუ პარკინგებზე პრობლემა იქნა, ნუ ისეთ მონაკვეთზე მივდივარ, რომ წესით არ უნდა იყოს. პარკინგზე დავრჩები, თუ არა და მივალ უკვე ბოლომდე და თვითონ იმ ობიექტზეც არის გასაჩერებელი, როგორც ვნახე. მსგავს ობიექტზე ვარ ნამყოფი, უბრალოდ უშუალოდ ამ ობიექტზე არ ვარ ნამყოფი ახლა, სადაც მიმაქვს მე თვერთი. ძირითადად არის ხოლმე გასაჩერებელი ესეთ წერტილებში. მთავარია ახლა ამ ეტაპისთვის 45 წუთიანი გავაკეთოთ ჩვენ პაუზა. დანარჩენს უკვე გავიგებთ. გზად რა და როგორ იქნება, დღე არის მაინც და ამ ეტაპისთვის არ გვაქვს პრობლემა არანაირი გაჩერებაზე და ასე შემდეგ. Продолжайте ехать по дороге 172 ხო, ეხლა км. ცოტა უცნაური მომენტია, მაგრამ ანუ ამან გადაწია მანქანა. იმან ნუ მოკლედ საერთოდ არ მქონდა გეგმაში ესეთი რაღაცა, მე მითოდა რომ ჩამეყენებინა ეხლა წინ. და ერთი შევიდა და ამან საერთოდ სხვანაირად გააჩერა. მოკლედ მე ამის წინ გავაჩერებ მანქანას და თავად იგარდოს უკვე მე როგორ გავა. უბრალოდ საერთოდ არ მქონდა გეგმაში მსგავსი მანევრი რა. მიზანი იმის თუ რატო გადაწია ამან მანქანა წინ, ჩემთვის გაუგებარია. მართლა რო გითხრათ, მე ესე პირდაპირ გზაზე გავაჩერებ. ჩემი პაუზა 45 წუთიანი იქნება მხოლოდ. არ შეუშლით, ყველა გავაჩეულებრივად, შეგვიძლია პაუზაზე გადავიყვანოთ. ესეც 45 წუთიანი პაუზა. შეგვიძლია წავიდეთ და უკვე დღეისთვის საბოლოო გაჩერების წერტილთან მივიდეთ. ფოტოშორის ეს ერთ-ერთი სახელს რა თქმა უნდა ქართული ფირმის USB არის.
ძალიან გამომადგა და ძალიან გამძლე არის რა. Follow Bafir Tsane for 79 kilometers. ისეთ სიტუაციაში, სადაც შეიძლება რომ მარტივად დაზიანდეს. ძალიან გამძლე და პრაქტიკულია. რამოდენიმეჯერ ვიყიდე აქ USB და დაზიანდა ხან, თავი დაუზიანდა ხან, შესაერთებელი დაუზიანდა და მოკლედ, რაც ჩამოვედი, ამას ვიყენებ და ძალიან კარგად ადგება სიმართლე რომ ვთქვათ. მოგება მადლობა გადაგვიხადა და შეგვიძლია გავაგრძელოთ მოძრაობა. ბოლოს ჰანოვერთან ავდივარ დაახლოებით როგორც დავხედე ნავიგაციას და ზუსტად ჰანოვერამდე სავარაუდოდ შევავყვე რომელიმე პარკინგზე. ეს ისეთი მომენტია რა, რომ გონია იღებ და ამ დროს არაფერსეც არ იღებ. ხო, ესე მომივიდა ამ წუთას. არაფერი მნიშვნელოვანი, პარკინგზე შემოვედით. ჩასაყენებელი ადგილი იყო ერთი, მაგრამ იქ ფიზიკურად ვერ შევიდოდი და ამიტომ ესე გავაჩერებთ უკანა მხარეს. არც ეს არ არის პრობლემა არანაირად. უბრალოდ ადგილს დავიტოვებ ახლა მე დისტანციას წინ. იმის გამო რომ მე ვერ გავიდე უკან რო ვიღაცა მახსოვს ძალიან მომიყენოს ახლა მე მანქანა. რომ ვერ გავიდე, პრობლემა შემექმნება. ამიტომ ჯობია რომ ყოველთვის პატარა დისტანცია დავიჭიროთ. წავიდეთ ახლა და აბა ერთად ვნახოთ როგორ გავაჩერეთ სატვირთო. შილად არის დასრული რა. ნორმალურია. ჩემი აზრით. არავის არ შეუშლი და აქ დავჩები უკვე ხვალდილამდე, ხვალდილას. გავაგრძელებ მოძრაობას და მივიტანტოებთ. სულ ეს იყო დღევანდელი ეპიზოდი დროებით და დავუბრუნდები ისევ ახალი ეპიზოდით მოგვიანებით. ხო, ეს მეგონა რომ დაშვებული იყო, დაშვებული არ არის, უბრალოდ აი ესეთი იამასაუთა. დროებით